ციხისნაცვლად კლინიკა და დასჯისნაცვლად მკურნალობა. კურიერი პიესმა ექსკლუზიურად გადაიღო სივრცე, სადაც ნარკოდამოკიდებულები თერაპიას გადიან. სავალდებულო მკურნალობა მოსამართლის გადაწყვეტილებით ინიშნება. ხანგრძლივობას კი სპეციალური კომისია წყვეტს. ამ დროისთვის 80 განცხადებაა განხილული, საიდანაც 66 პირი სავალდებულო მკურნალობაზე გაუშვეს. თუკი დეტოქსიკაციის ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა, აქ მოთავსებული ადამიანები კლინიკას დატოვებენ, თუმცა მათზე მონიტორინგი ნარკომანიისგან საბოლოო განკურნებამდე გაგრძელდება. ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების პროცესში კლინიკის პერსონალი მუდმივ კომუნიკაციაშია მსჯავრდებული პაციენტების ოჯახებთან. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის რეფორმის ფარგლებში პირველი შედეგები უკვე ცნობილია. მიზანი იყო, რომ გათავისუფლდნენ ნარკოტიკებისგან. ბევრი დაგჭირთ ამის მიღწევამდე. თითქმის მიღწეულია მიზანი, გაიარა ყველაფერი. ეს მსჯავრდებული პაციენტია, კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში მძიმე სენის დამარცხება სურდა, თუმცა დამოუკიდებლად ვერ შეძლო. ნარკოდამოკიდებულებამ კი საბრალდებო სკამზეც დასვა. მოსამართლემ 4 თვის წინ გადაწყვეტა, რომ ერთწლიანი პატიმრობის ნაცვლად პატიმარი ნარკომანიის სავალდებულო მკურნალობის ცენტრში უნდა მოთავსებულიყო. როცა დაერქვა სავალდებულო, თითქოს ყოფილი გაიყო, რომ არ იყო საჭირო, მაგრამ თუმცა საჭირო ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ციხეში აღმოჩნდებოდით, ხო? რა თქმა უნდა. პროვოლესი შეიძლება უნდა რამე მოხდარიყო. არ ვიცი, 1000 სურპრიზები არსებობს. ნარკოტიკმა არ იცის. წინაური გარეული დიდი პატარა. მკურნალობას არ შეეხება დიფესიონად. შეიძლება ითქვას 200%. ნახეთ სამუდამოდ უნდა დამთავრებული იყოს. ნარკოტიკებიდან თავისუფლები მე რეაცნობიერებ, რომ საიდან სად მოხდი. ამოვიდა ეს ყველაფერი ხელში. რაღაცისგან ადამიანი ყოველთვის იღლება. ამბობს, რომ სავალდებულო მკურნალობის კლინიკაში მკვლელნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა სრულად გაიაზრა და სენს ბრძოლა საბოლოოდ გამოუცხადა. ერთ ადამიანთან მიწევს ცხოვრება. მეგობრული გარემოა. მე ვიტყოდი, ექიმების ისეთი არის სიტუაცია გარემოს ისეთ ქმნიან, რომ ერთი ოჯახი ვართ, შეიძლება ითქვას. 64-ში აღმოჩნდით. 64 იმიტომ არის, რომ ის რო წარმოიდგენი, ვინც იცის, ვინ ჯოჯოხეთიდან სად მოხდა. ჯოჯოხეთი კიდევ ბილას ნათქვამია. ნარკოდამოკიდებულებას მსჯავრდებული პაციენტები ამ ცენტრში ექიმებთან და ფსიქოლოგებთან ერთად ებრძვიან. მკურნალობის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ფსიქოსოციალური დახმარება, საკუთარ დაავადებასთან შებრძოლების უნარჩვევების გაძლიერება. როგორც კი დავიწყეთ მუშაობა, თავიდან მათი მხრიდანაც იყო ცოტა ის შიში, როგორ შევძლებთ აქ ჩაკეტილ სივრცეში. ბევრი იმდენად, ასე რომ ვთქვათ, არც ველოდი და იმდენად კარგ შედეგამდე გავედით, გასვლის შემდეგ უკვე იმ პროცესს გავაგრძელებთ, რასაც ქვია, მათი მონიტორინგი. სამკურნალო სავალდებულო დაწესებულებაში პირველი შედეგები უკვე გვაქვს, პირველი პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან. კურიერი პიესა მოქმედებიდან 5 თვის შემდეგ სავალდებულო მკურნალობის ცენტრში 20 მსჯავრდებული პაციენტი დახვდა. ეს პატიმართა პირველი ჯგუფია, რომელიც ინოვაციურ კლინიკაში მკურნალობს. რამდენიმე მათგანმა დეტოქსიკაციის რთული ეტაპი უკვე გადალახა და კლინიკიდან გასაწერად ემზადება. ამ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს. ჩვენი ცენტრის უპირატესობა არის ის, რომ აქ მიმდინარეობს სრულყოფილი მკურნალობა. ვიწყებთ პირველი ეტაპით, ეს არის დეზინტოქსიკაციური მკურნალობა, რაც დაახლოებით 20 დღე, 30 დღე გრძელდება. შემდეგ უკვე გადადიან პირველი ეტაპის სტაციონარულ ფსიქორეაბილიტაციაზე და შემდგომ უკვე მიმდინარეობს ხანგრძლივი სტაციონარული ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაცია. უპირატესობა კიდე ჩვენი ცენტრის არის ის, რომ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მიმდინარეობს და ხანგრძლივობა არის საკმაოდ დიდი მკურნალობის და რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს ძალიან დადებით შედეგებს. სავალდებულო მკურნალობა შესაძლებელია იყოს დიდი შანსი იმისათვის, რომ ადამიანს ნარკოდამოკიდებულს, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და მოხდება აი ამ ტიპის დაწესებულებაში, გაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, მოიპოვოს სიფხიზლე, ასე ვთქვათ. სავალდებულო მკურნალობის ცენტრი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა. ერთის მხრივ გამკაცრებული კანონები და მეორეს მხრივ ზრუნვის კომპონენტი. ნარკოდანაშაულის პრევენციის მიზნით ამოქმედებული ცვლილებების ინიციატორებს პოზიტიურ მოლოდინებს უქმნით. ერთი მიმართულებით კაცრი მიდგომები გავრცელებასთან მიმართებაში და ნარკოდანაშაულთან მიმართებაში და მეორეს მხრივ ზრუნვის პოლიტიკა მოხმარებლებს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს დამოკიდებულება და პრობლემა აქვს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ერთობლიობაში საბოლოო მიზანს, რაც არის ნარკოტიკების, ასე ვთქვათ,
გავრცელებასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ესე ვთქვათ მექანიზმების შესრულებას უწყობს ხელს. რეფორმის შემდეგ გამოკვეთილ საჭიროებებზე სამთავრობო უწყებები ერთობლივად მუშაობენ. ჯანდაცვის მინისტრმა კურიერი პიესთან ინტერვიუში პირველ შედეგებზე ისაუბრა. ყოფილ პაციენტებზე ზრუნვა ნარკომანიის სავალდებულო მკურნალობის ცენტრის დატოვების შემდეგაც გაგრძელდება. პროცესი როგორც მიმდინარეობდა დაწესებულებაში, აი სავალდებულო მკურნალობის გავლის პერიოდი. ვფიქრობ, რომ ეს უკვე წარმატებაზე მეტყველებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ეს ადამიანები იქ იმყოფებოდნენ, რეალურად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული ამ ადამიანისთვის, იმისთვის, რომ რეალურად მათ დაძლიონ ის დიდი პრობლემა, რასაც ქვია ნარკოდამოკიდებულება. აუჩნდათ განცდა, რომ მათ რაღაცა შეძლეს, მათ აქვთ უნარი, რომ შეძლონ უფრო მეტი. ახალი ცხოვრების დაწყება. ახლო მომავალში რამდენიმე ადამიანი დაახლოებით 10-მდე არის რიცხვი ამ ადამიანებისა, რომელიც დატოვებს ამ დაწესებულებას და გააგრძელებს უკვე შემდგომ ეტაპზე მკურნალობის პროცესს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, მათ შორის ამბულატორიულ დაკვირვებას, ფსიქოლოგის მხარდაჭერიდან დაწყებული, დამთავრებული, არის წახალისების უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივი რემისია იქნა მიღწეული. იგეგმება სავალდებულო მკურნალობის კიდევ ერთი ცენტრის მოწყობა ამჯერად დასავლეთ საქართველოში. სხვა საჭიროებებიც გამოჩნდა, როგორც არის მაგალითად ისეთი ტერიტორიის ქონის საჭიროება, სადაც მაგალითად გასეირნების შესაძლებლობა იქნება, მოხერხებადი იქნება, რომ ძალიან სწრაფად შემდგომი ეტაპის, ასე ვთქვათ, დაწესებულებაც გაიხსნას. ეს ძალიან მალე უკვე ამ გაზაფხულზე ალბათ შესაძლებელი იქნება. ბუნებრივია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ ახლა ვიფიქროთ დასავლეთ საქართველოს მიმართულებაზე. ძიმესენთან ბრძოლაში პირველ ეტაპზე გამარჯვებულები კლინიკას მალე დატოვებენ, მათ შორის შესაძლოა იყოს ჩვენი რესპონდენტიც. ჩემი ცხოვრება რომ ვითხრათ, ძველებურად თქვა, რაღაც ახალი უნდა იყოს. ყველას ურჩევდი და მოიცანს მივიდნენ იმ ჭკვამდე და იმ დასკვნამდე, რომ ნარკოტიკი არის მართლა საშინელი.